ერთი თვეა ჩვენ თვალს ვადევნებთ, როგორ აცხადებს დამნაშავეებად აქციის ნაცემ მონაწილეებს სასამართლო წამების ისტორიებს კი არის. Მას დღეს სანქცირებულმა მოსამართლეს ზვიად ცეკვავამ 21 წლის ბილალ დაუშვილის საქმე განიხილა. ამ სტუდენტს, რომელიც თავად არის სპეცრაზმის მიერ ნაცემი, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. თუმცა ბახუტაშვილი იმყოფება სასამართლოში და გვეტყვის ამ ბოლო საქმის გადაწყვეტილების შესახებაც, თუმცა გისმენთ. ესტონეთის მიერ სანქცირებულმა მოსამართლეს ზვიად ცეკვავამ 21 წლის ბილალ დუიშვილის საქმესთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. ბილალ დუიშვილი სტუდენტი არის, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. ის 4 დეკემბერს სპეცრაზმელებმა შავნიღბიანებმა დააკავეს სასტუმრო ბილტმორის მიმდებარედ და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიაყენეს საკმაოდ მძიმე დაზიანებები თავისა და სახის არეში, ისე რომ მისი იზოლატორში გადაყვანა ვეღარ მოხერხდა და პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ბილალ დაუშვილმა თავად ისაუბრა სასამართლო პროცესზე დაზიანებების შესახებ, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება დაუშვილი აეცნო სამართალ დამრღვევად, თუმცა ის მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ეს კი შესაძლოა განპირობებული იყოს ადვოკატის თქმით იქიდან გამომდინარე, რომ მოწმე პოლიციელებმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა, მისცეს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, მათ პრაქტიკულად ვერაფერი დაადასტურეს. როგორც ხდება ხოლმე, მათ არც სამხრე კამერები ჰქონიათ ჩართული და შესაბამისად არ არის ასახული არც დუიშვილის დაკავების კადრები. დუიშვილი თავად ამბობს, რომ ის არა პოლიციელებმა, არამედ სპეცრაზმელებმა დააკავეს და ფიზიკურადაც სწორედ ისინი გაუსწორდნენ. შესაბამისად, საქმე კოკა კაციტაძის უწყებამ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც დაიწყო და ის დაზარალებულად უკვეცნეს, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ამჯერადაც არც ერთი სამართალდამცველი არ არის დასჯილი. როდესაც ვცდილობდი რომ გამგიდებოდი იმ სიტუაციასთან, როდესაც ვცდილობდნენ რომ პროტესტი დაეშალათ, იქ ყოფილი მონაწილეები, ამ დროს მე აღმოჩნდი უცბად სპეცრაზმელების ასე ვთქვათ ბუნდში და ყველამ ერთად დაიწყო ჩემიცემა და პირველ მე მქონდა ძალიან ბევრი კითხვა თუ რატომ ცემდნენ პირველ რიგში. შემდეგ ამიყვანეს მანქანაში, სადაც ასევე დაიწყო მე სხვა პირებთან აქციის მონაწილეებთან ერთად სპეცრაზმელები მოდიოდნენ და ქცევდნენ, არანაირი ახსნა არ ქონდა ამ ყველაფერს. სპეცრაზმელები მქონდა დამტვრეული, ასევე მქონდა ტვინის შეკევა, ჩავერჯერები ფეხებზე, სის ჩაქცევები თავის ქალის მიდამოებში. თობით სპეცრაზმელმა ის დააგდეს დაბლა და გარკვეული მანძილი ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ათრიეს. ამის შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის შესაბამის მანქანაში, სადაც მას რამდენიმე წუთის განმავლობაში, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ცემდნენ, წაართვეს ტელეფონი და საფულე და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ იძულებულები გახდნენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა გამოეძახებინათ და გადაიყვანათ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაახლოებით 5 დღე გაატარა. პოლიციელების ჩვენებები იყო ურთიერთგამომრიცხავი. ერთ-ერთი პოლიციელი მიუთითებდა, რომ თურმე 10-15 მეტრის დაშორებით იდგა ბილალ დუიშვილისგან და მისი თანამშრომელი გვერდზე ედგა. როდესაც მეორე თანამშრომელის დაკითხვა მოხდა, მეორე თანამშრომელმა მიუთითა, რომ თურმე 50 მეტრის დაშორებით იყო ბილალ დუიშვილისგან. ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტობრივი გარემოებების გამო შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე იძულებული გახდა, რომ პოლიციელების მხრიდან მიცემული ჩვენება არ გაეთვალისწინებინა და გამოიყენებინა ასეთი მსუბუქი ზომა მის მიმართ. დღეს მთელი დღის განმავლობაში იმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულთა პროცესები. აქტივისტების გარდა გაიმართა ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი, რომელზეც მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, რომელიც ასევე არის სანქცირებული მოსამართლე, გადაწყვეტილება გამოაცხადა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ზურაბ ჯაფარიძე ასევე სამართალდამრღვევად ცნეს, დააკისრეს 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ასევე მას ჩამოართვეს იარაღის ტარების უფლება მაქსიმალური, ანუ 3 წლის ვადით. საინტერესო იყო ასევე საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის სასამართლო პროცესიც, რომელიც მოსამართლე ნათია გუდაძემ კიდევ ერთხელ გადადო, როგორც გაირკვა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. ბიჭები რუსული კანონის დროს დააკავეს და სისხლის სამართლის საქმე არის მათ წინააღმდეგ აღძრული. ადვოკატის თქმით, სასამართლოს ხდომის გადადება გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ საქმეზე სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოასწროს ბიჭების შეწყალება და შესაბამისად განგებ ჭიანურდება სასამართლოს ხდომები.